მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს არის 29 დეკემბერი და მე ვფიქრობ ამ წელს ჩვენი ბოლო გამოსვლა იქნება და შეხვედრა და რა თქმა უნდა 2012 წელს კიდევ გავაგრძელებთ ჩვენ საუბრებს და ჩვენს დიალოგს და მე მინდა მოგიწოდოთ რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაებათ დიალოგში, საუბრებში ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში, ჩვენი ინტერესების დაცვაში და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენ გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს. კიდე მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი საუკეთესო სურვილებით თქვენს გულებს როგორც გაუხარდებათ და როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ ცხოვრება ასე მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ღმერთმა ქნას ყველა ჯანმრთელები და ფეხზე დამდგარები დაუბრუნებულიყავით ჩვენ სამშობლოში. მაგრამ სანამ დაუბრუნდებით, მოღვაწეობას განვაგრძობთ ჩვენ აქ ემიგრაციაში, ვისაც სარგბი ხერხდება და ამიტომ ამ ემიგრაციას ყველას ჩვენთაგანს გვჭირდება ხარში დგომა და ერთად დგომა, რომ საერთო მიზნები დავსახოთ და გადავწყვიტოთ. მე მინდა გავამახვილო ზოგ კომენტარებზე ჩემი ყურადღება ის რომ ზოგს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფორმატი დიალოგის არ მოსწონს, მაგრამ თვითონაც არაა გარკვეული და არ გვთავაზობს რა ფორმატით უნდა ვისაუბროთ. მე მინდა მოუწოდო ამ ადამიანებს რომ სანამ დრამეს დაგვიწუნებდნენ ამ ფორმატს ან ჩვენ საუბარს ზოგ შეიძლება მეტყველება არ მოსწონს, რომ ისე კარგად ვერ მეტყველებთ ქართულად. როგორც მაგალითად ზოგიერთებს უნდათ. ზოგს უნდა ლიტერატურულად ვიმეტყველოთ. ზოგს უნდა ვიმეტყველოთ როგორც პოლიტიკოსი, ასე ვთქვათ პოლიტიკოსი, მაგრამ მე ადამიანებს ვესაუბრები, საზოგადოებას ვესაუბრები ადამიანურად, გასაგებ ენაზე და თუ ისეთი მარაგი არ მაქვს ქართული სიტყვების, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარაგი მაქვს, მაგრამ თუ არ მაქვს, ეს არის გამოწვეული იმასთან, რომ თითქმის 20 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ საბერძნეთში და იმის წინ კიდე როგორც მქონდა ადრეს მოხსენიებული მიწევდა შეკრებებზე და შეჯიბრებზე სხვადასხვა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ მაქვს ქართული სკოლა დამთავრებული, ქართულად გაზდილი სახში, ქართულად საუბრობ თბილისშიც და აქაც და უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული ქართულად. ასე რომ ასეთი მიზეზები და რაღაც დაუსაბუთებელი რაღაც არგუმენტები არის თითიდან გამოწვეული ფაქტები და მე ასეთ ადამიანებს ურჩევდი უბრალოდ
მეგობრულად, რომ თუ რაღაცაში თუ ოდნავ ეჭვიებარება, ან რაღაცა არ მოსწონს ჩემი, შეუძლია თვითონ შემოგთავაზოს ყველანაირი დააკონკრეტოს და შემოგთავაზოს ყველანაირი საკითხები, გეგმები და თემები და ფორმატები და ჩვენ მას გავყვებით. თუ არა და ეხლა არც მე ვაკეთებ არაფერს სახში ვზივარ, ან ჩემი საქმე არის სხვა რაღაც შეიძლება სხვადასხვა სახის საქმიანობები და ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არც შენ გააკეთო, ეს ამას შეიძლება დაერქვას სხვადასხვა სიტყვები და სხვადასხვა მიზეზები შეიძლება მოეძებნოს. მე არ მინდა უბრალოდ ადამიანებთან და საერთოდ საზოგადოებასთან რომ ვისაუბრო ლანძღვის დონეზე, არ ჩვევია საერთოდ ლანძღვა და ცუდი სიტყვების ხმარება, მაგრამ როდესაც უკვე მიგიყვანენ იმ მდგომარეობაზე, იძულებული შეიძლება გაგხადონ კიდევაც. მე ამ საზოგადოებას, რომლებიც არიან ძალიან მცირე ნაწილია, უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ მაინც პასუხი უნდა გაეცეს მე მგონი ყველას და ყველაფერს. მაგრამ მაინც ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც პასუხი უნდა გაეცეს. ვურჩევდი რომ ის ჩვენ საზოგადოებას რაც აქვს გაკეთებული სისხლის ბანკი ჰიპოკრატიოს სამონტყოფოში ჯობს წავიდნენ 6 თვეში ერთხელ მაინც და ჩააბარონ სისხლი ისევ ხმეთმა რა თქმა უნდა არავის არ დააჭიროს, მაგრამ ისე ჩვენთან მამულებს რომ საჭიროების შემთხვევაში რომ გამოადგეთ. რა თქმა უნდა არის ისეთი გამოხმაურებებიც, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას და ესეთი ხალხი არის ძალიან ბევრი, რომლებიც უყურებენ ამ ვიდეო ჩართვებს და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას. მაგრამ ის მცირე ნაწილი მაინც აფუჭებს საქმეს და ის მცირე ნაწილი მაინც უფრო აქტიურია მე მგონი ვიდრე უდიდესი ნაწილი და პრობლემა ზუსტად ეს არის. და რით შეიძლება უშუალოდ ამას მე წეგან დავდე კიდევ Facebook-ზეც და დნეკლასნიკებშიც ქართველთა სენი კონსტანტინე გამსახურდიას და მინდა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოусმინონ იმ გარკვეულმა ნაწილმა ქართული საზოგადოების და იქნებ ვისწავლოთ ამ სიტყვებისგან და ამ დამოზღვრისგან, რაც ძალიან კარგად აქვს ნათქვამი კონსტანტინე გამსახურდიას. საზოგადოება იმისკენ მიდიოდა და მიდის, რომ იმის მაგივრად რომ ხარში დაუდგენ ერთმანეთს და საერთო გეგმები დასახონ და საერთო მიზნებმა ამოქმედოს, ერთმანეთის ჩაძირვით არიან დაკავებული. ვინ ჩაძიროს და ამ ჩაძირულზე ფეხი დააბიჯოს და თვითონ წამოიწიოს წინ. ეს არის ძალიან დიდი სცენი და ამ სცენას მე მგონი
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ. და მე ამას როდესაც ვლაპარაკობდი ჯერ კიდევ 10 წლის წინ, აქ სალონიკში ვსაუბრობდი ქართულ საზოგადოებას და სხვადასხვა გაზეთებშიც დავწერე ერთი-ორჯერ ამის შესახებ. ეს ადამიანები ახლა აქ არიან, საერთოდ სალონიკში არიან, რომლებსაც დიდი პრეზიდენტები წარმოადგენენ თავიანთავი. ხო და მეუბნებოდნენ, რომ თიც იშორდნენ ჩემსკენ ასე. და ერთ-ორჯერ მითხრეს კიდევაც მე, რომ აი ქართველებს როგორ ლანძღავს. ქართველებს ლანძღავს. მაგრამ ჩვენი ცუდი ჩვენ თუ არა ვთქვით, სხვა არ გვეტყვის. და მე ვეუბნებოდი ხოლმე, არის ასეთი გამოთქმა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოთქმა ქართველებს, მოყვარეს პირში უძრეხე, წერს ზურგს უკანო. და ის, რასაც ჩვენ ხედავთ, ჩვენ დანაშაულს და ჩვენ ნაკლს აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ ის გამოვასწოროთ. სხვათა შორის ახლა მაგის შემდეგ უკვე ადრე არ იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა დაიწყეს ერთი წელიწადნახევარია დაიწყეს საქართველოს ტელევიზიებმაც, ასე ვთქვათ, რადიოებმაც, გაზეთებმაც ამაზე საუბარი, რომ არ გაგვაჩნია ჩვენ სოლიდარობის გრძნობა, არ გაგვაჩნია ნათელი ხედვები, სწორი ანალიზის გაკეთება და ესაა ჩვენი სენი ზუსტად. პრობლემების, ადამიანების სწორი ანალიზის გაკეთება და საზოგადოება ითაფლება და თავს იტყუებს მარტო ლამაზი სიტყვებით. ეს რო შველოდოს საქმეს მარტო ლამაზი სიტყვები, დღე და ღამე გამოვიდოდი და ლამაზ სიტყვებს ვიტყოდი პირფერობით. მაგრამ საზოგადოებას სადაც ჭირდება, რა თქმა უნდა, მოეფერო და ხშირად უნდა მოეფერო ძალიან. მაგრამ ის ნაკლიც უნდა დაანახო თუ რა პრობლემასთან აქვს საქმე. რომ ეხლა გამყოლთვის იყო ასეთი საუბრები, რომ აი არის სალიად და პრობლემები და რაღაც სამუშაოს პრობლემები, რაღაც ოჯახი, რაღაც საბუთები და ეს პრობლემები ყოველთვის იქნება. და უფრო იქნება ეს პრობლემები, რამდენიც არა ორგანიზებულები იქნებიან საზოგადოებები, უფრო მკვეთრად იქნება ეს პრობლემები. რამდენიც უფრო იქნებიან ორგანიზებულები, უფრო ნაკლებად იქნება ეს პრობლემები. ამიტომ არჩევანი საზოგადოება უნდა გააკეთოს. ვისთან მიდის, სად დგას, რატომ დგას და რა მომავალი აქვს ამ საზოგადოებასთან, ამ ადამიანთან გვერდში დგომით. მე ასეც ვწერდი, ქართულმა გაზეთმა უნდა გაათვითცნობიეროს მისი მოპოვებული თანხები, ასე მწარეთ მოპოვებული თანხები, მე ძალიან კარგად ვიცი და მესმის. სად ხარჯავს, რატომ ხარჯავს, რისთვის ხარჯავს და სად მიდის. ანალიზის არ გაუკეთებლობა ზუსტად, ასე იგი. როდესაც საზოგადოება ვერ უკეთებს ანალიზს ყველაფერს და არ მოქმედებს, გამოდიან ის მცირე ჯგუფი საზოგადოებაში, მცირე ჯგუფი, რომელიც იმარჯვებენ და ატრიალებენ თავიანთ შაუბნელ საქმეს და თავიანთ პირადულ საქმეს მარტო. ყველას აქვს გადატანილი პირადულზე. პირადად მე როგორ გავხდე პირველი პრეზიდენტი, რაღაცის თავმჯდომარე, როგორ მოვიხვეჭო მე ფული და ძალაუფლება და ამის შემდეგ უკვე არაფერი არ აინტერესებს.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი მიდგომები თვითონაც ვერ მოიხვეჭებენ ამას ყველაფერს. ეს არ მიიღწევა ერთი ადამიანისგან, ეს მიიღწევა გადანაწილებით. გადანაწილებას რო ვიძახ, ყველანაირი გადანაწილება უნდა მოხდეს საზოგადოებაში. საზოგადოება უნდა გადაანაწილოს ძალაუფლებაც, ფულიც და ყველაფერიც. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და იმედია კიდევ შევხვდებით. ღმერთის წყალობით, რა თქმა უნდა. გილოცავთ 2012 წელს.